მე ცოტა ესე ვთქვათ არაპოპულარული ვიდგომა მაქვს ამასთან დაკავშირებით. ცოტა მეტნაკლებად ცლად გეტყვით, ხო? რას ნიშნავს გამკაცრებული ნარკოპოლიტიკა? ჩვენ ვართ მეტნაკლებად შენ უფრო მეტად იცი, მე უფრო ნაკლებად, მაგრამ ჩვენ მოვდივართ ეგრეთ წოდებული სოციალისტური საქართველოსთან, კომუნიზმიდან, სადაც ნუ მე ერთი წელი ვეკეთა ხელსაყრელში, რამდენი ხანი? ხო, არა, სულ მეკეთა, იმიტომ რომ ხო, სკოლას ალაბარდა ავტორი გეკეთა და მე ერთი წელი ვეკეთა მაგალითად, ხო? ანუ, ამას რატო ვამბობ? ჩვენ ვიცით მაშინდელი ცხოვრების წესი, როგორი იყო? მაშინ ხედავდით მაშინაც როგორი იყო, თქვა ესე ვთქვათ, გამაბრუებელ საშუალებებზე დამოკიდებული ადამიანები, როგორი იყო ეს პოლიტიკა და ხედავდით იმის მერეც, ხო? ანუ აკრძალული იყო ეს, ეხლა ცოტა ოდნავ ლიბერალიზაცია გააკეთეს, სადაც ვთქვი, აკრძალული იყო ყოველთვის, მაგრამ მე არ მინახია ჩემ გარშემო ადამიანი, ვისაც უნდოდა ამის მოხმარება და არ მოეხმაროს. ხო? ანუ ვიყავით რა სისტემაში? სისტემაში, სადაც აკრძალული იყო ნარკოტიკული საშუალებები, ეს იყო ერთი მხრივ წნეხი საზოგადოებაზე, ნებისმიერ დროს შეეძლოთ ჩაედოთ შეთვის ეს და დაეჭირეთ. მეორე იყო კორუფციის დიდი ბუდე, იმიტომ რომ ვინ აკონტროლებს ამას, ხო? ჩვენ ვიცით რომ 50 ცენტიანი სუბოტექსი 30 ლარად, მეც კი ვიცი, რომელიც მოხმარებელი არა ვარ, 30 ლარად იყიდება, ხო? საქართველოში და ვინ ლობირებს ამას? ის ადამიანები, ვინც უნდა აკონტროლოს ამის, ესე ვთქვათ, აკრძალო, ხო? და მე მესამე, ეს ხდება რომანტიზმის ესე ვთქვათ, ერთ-ერთი საშუალება ქვეყანაში. ანუ აკრძალულ ხილზე არ არის, ნახე, შენ ყავს დღევანდელ დღეზე რომ მაშინ ეს იყო ძაღლებს ეძახდნენ, ხო, პოლიციას, ანუ პოლიცია ცუდი, რომელიც ორიენტირებული არა დანაშაულის აღმოფხვრაზე, არამედ ესე ვთქვათ, სისტემის მსახურებაზე და შენ თუ ამ პოლიციას ეწინააღმდეგებ, ესე იგი კარგი ტიპი ხარ. ეს ერთ-ერთი შეწინააღმდეგობა იყო სისტემის, რომ შენ ამას მოიხმარდი, იმიტომ რომ აკრძალული იყო. და თუ ვისაც ქონია შეხება, ანუ ქუჩაში გასული ადამიანების ეგრეთ წოდებული ძველი ბიჭების 70% იყო ნარკოდამოკიდებულები. რატო? იმიტომ რომ ეს იყო აკრძალული. ეს იყო სისტემასთან ბრძოლის ერთ-ერთი ნაწილი. ხო? და მეორე მეორე ნაწილი რა აქვს? ეს როცა აკრძალულია, ხო? იზრდება კრიმინალი. მე ამას ვსვამ, ანუ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ნებაყოფლობითი რო იყოს, ხო? ანუ მაღაზიაში რო იყიდებოდა, ზოგადად იაფიქრებოდა. სუბუქ ნარკოტიკებს ეგრეთ წოდებულს. გინდა მსუბუქი, გინდა მძიმე. ეხა ეს მერე დეგრადაცია როგორ მოხდება ამის თუ ლეგალიზებამდე მივა სხვა თემა არის, მაგრამ მე ვამბობ იმაზე რომ გინდა მსუბუქი და გინდა მძიმე, სულ ერთია, ხო? ანუ შეხედე ემადები მოცემულობთ რა დინარაზე დაანონსა ნებისმიერი ტიპის ნარკოტიკები მივალ მაგამდე. ამდენს იმიტომ ლაპარაკობ, რომ ჩემი ესე ვთქვათ არაპოპულარული პოზიცია ადამიანებამდე მეტნაკლებად არგუმენტირებულად მივიტანო. მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ყველა ამაზე დამეთანხმება. უბრალოდ არგუმენტებს ვამბობ, იმიტომ რომ კონტრარგუმენტები მოვისმინო, მაგრამ იქნება შევიცვალო, ხო, ჩემი პოზიცია. ხო? ხო, ამასობაში გამაწყვეტინე აზე სად ვიყავი აღარ მახსოვს, რომ ამეგო ეს ჯაჭვი, მაგრამ არ აუშავს, ხო? და ანუ საერთო ჯამში ხედავდით რა სიტუაციას. ხო, საერთო ჯამში ხედავდით რა სიტუაციას. ნარკომომხმარებელთა რაოდენობა არ მცირდებოდა. აგერ სპეციალისტი ამ საქმის და ამაში არის ჩახედული ამ აკრძალვით. ახლა მცირდება. ხო, სხვა რამე ხალხი ხაც არ არის ლეგალიზებული კაცო, ბივალ ვაკანტე, ხო? არ მცირდებოდა, პირიქით იზრდებოდა. ეს იყო რომანტიზებული. მეორე მოხმარების კულტურა არის. რას, რატო, რისთვის მოიხმარ არ იცი. იზრდება სიკვდილიანობა. და ხო, იმას ვამბობდი. პლუს იზრდება კრიმინალი, ნახე, ღირს უფრო ძვირი, ამის მოხმარებისთვის მე მეტი თანხები მჭირდება. ეს თანხები ჯერ მოსაძიებელია. მერე წამალიმა გასაღები ისე რომ პოლიციამ არ დამიჭიროს. და ხტები კრიმინალი, მინდა არ მინდა თუ მოვიხმარ, ვარ პირდაპირ კავშირში კრიმინალურ სამყაროსთან. მინდა არ მინდა, ხო, იმიტომ რომ აკრძალულ საქმეს ვეწევ. ანუ ეს ყველაფერი, ანუ აკრძალული იყო, ხო, მთელი ახლის განმავლობაში და ხომ უნდა მივხვდეთ, რომ ეს პოლიტიკა არასწორია. მე შეიძლება ჩემი პოზიცია არ მოგწონს, მაგრამ იმას ხომ ის თუ დავინახოთ, რომ ეს პოლიტიკა არასწორია და იტყვი, იცი რა, ანუ ამის არგუმენტი რა არის, იცი კონტრარგუმენტი, რომ ეს იმას ხო არ ნიშნავს ეს რომ სისტემას მიდგომა უნდა გამოიცვალოს. კარგი პოლიციელები დამუშავოთ, კარგი მაკონტროლები. სად არის ეს კარგი პოლიციელი და კარგი მაკონტროლებელი? ადამიანი მიდრეკილია კორუფციისკენ, მაგრამ შეხედა როც დანიშნო. სანამ პირდაპირ ვამბობ, გიორგი არის პოლიციის უფროსი, მანამდე ეს მოგვარებულია. როცა კორუმპირებული ლაშა გო ეს სისტემა ისე კორუმპირებული ხდება. ესეთ როგორ გონია ნარკოდამოკიდებულზე არა გამყიდველზე ვინც ყიდეს, არა მომხმარებელზე დამოკიდებული ვინც არის. ეს უნდა ჩავთავოთ კრიმინალად და ციხეში გავუშვათ თუ ის უბრალოდ უმკურნალოდ. ანუ ის რომ ნარკომანს უნდა უმკურნალო და უნდა დაიჭირო ამის გამო ის არის ცალსახა.
მაგრამ ეხლა ისიც ილუზიაა, რომ ჩვენ არ ვიჭერთ ადამიანებს, რომლებიც მოიხმარენ, მაგრამ დაძდევ ნარკობარონებს, ნარკომკამკიდრებს, რომ საიდან უნდა მიდიღო მე ეს? კაი, მე ჩემთვის მოსახმარებლად ეს ესე ვთქვა არ მიჭერ, მაგრამ საიდან უნდა მიდიღო? თუ არ არსებობს გამყიდველი, აკრძალულ მეთოდებს უნდა მიმართო მაინც. ხო? ანუ არ შეიძლება ეს ნახევრად ანუ შეიძლება რომ ლეგალიზებული უნდა იყოს, ნახე? რატო უნდა იყოს ლეგალიზებული? ჯერ ერთი აქ ადამიანის უფლებებს და მერას მოვიხმარჩების შეურისთვის თუ არ გაწუხებ ამას რომ თავი დავანებოთ, რომელზეც აპელირებს ხოლმე ბევრი, ხო? ლეგალიზების შედეგად ცირდება ნარკომომხმარებელთა რაოდენობა. თავდაპირველ ეტაპზე შეიძლება აიწვიოს, იმიტომ რომ ვინც ბუჩქებში იყო დამოვლილი და ესე ვთქვა და აკრძალული ხილის მეთოდი უცებ შეესევიან, მაგრამ მერე ანუ სადაც ესე ვთქვა ნარკომომხმარება ლეგალური არის, მათ შორის ჰოლანდიაში ადგილობრივები ძალიან მცირე რაოდენობა მოიხმარება. ანუ ცირდება მოხმარების რაოდენობა. ცირდება კრიმინალი. იმიტომ რომ მე შემიძლია მაღაზიაში ეს არ არის აკრძალული ხილი, შესაბამისად კრიმინალი მცირდება და მე არ მჭირდება ზედმეტი ძალისხმევა იმისთვის, რომ ეს მოვიხმარო. ხო? მესამე, იზრდება კულტურა მოხმარების. რაში გამოიხატება ეს? მცირდება სიკვდილიანობა. ანუ მე შევდივარ კოფეშოპში, ვეუბნები რომ მჭირდება ამ ტიპის საშუალება, გამაგრუებელი საშუალება, მეუბნებიან რამდენი კილოგრამი ხარ, რამდენი წლის ხარ, როგორ ხარ, ანუ ამაზე მეტი არ მიიღო, ზედოზირებების ალბათობები ნაკლებია. ანუ მცირდება როგორც მოხმარებელთა რაოდენობა, მცირდება კრიმინალი, მცირდება ეს რა ქვია, სიკვდილიანობა. პლუს ფაქტობრივად პოლიციას კორუფციის საშუალება აღარ აქვს. მცირდება კორუფცია, მცირდება წნეხი საზოგადოებაზე, ხალხზე, ანუ არ ჩაგიდებენ და არ დაგიჭერენ ტყუილა.